პოლიტიკური შეფასებების თემა გრანტების შესახებ მიღებული კანონი და დასავლეთის მიერ გაკეთებული კრიტიკული განცხადებები. ოპოზიცია იზიარებს პათოსს და აცხადებს, რომ როგორც გრანტების კანონი, ასევე ბოლო დროს მიღებული კანონები საქართველოში დემოკრატიის შეზღუდვისკენ არის მიმართული. ქართული ოცნება კი ამ შემთხვევაშიც ორმაგ სტანდარტზე მიუთითებს და განმარტავს, რომ გრანტების შესახებ კანონი სახელისუფლებო უსაფრთხოებისა და ნორმალური ფუნქციონირებისთვის არის საჭირო. ახალი კანონმდებლობა გააკრიტიკეს ესტონეთის, შვედეთის, ნორვეგიის საგარეო უწყებებმა და ევროკომისრებმა, ასევე ამერიკელმა სენატორებმა. ისინი აცხადებენ, რომ კანონი დემოკრატიის პრინციპებს არ შეესაბამება და საფრთხეს უქმნის სამოქალაქო საზოგადოებას. საქართველოს პარლამენტმა მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებები დაჩქარებული წესით განიხილა და მესამე მოსმენით მიიღო. პარლამენტის მიერ მიღებულ კანონს პრეზიდენტმა ყაველაშვილმა ხელი უკვე მოაწერა. ეს კანონი თავისთავად და როგორც ყველა სხვა დანარჩენი კანონი, რომელიც არის დრაკონული და პირდაპირ მიმართული იმისკენ, რომ ამ ქვეყანაში შეიზღუდოს დემოკრატია, ამ ქვეყანაში დასრულდეს ადამიანების თავისუფლება, რა თქმა უნდა, იქნება კრიტიკის საგანი იმ ქვეყნებიდან, იმ ორგანიზაციებიდან, რომლებიც არის ნებაყოფლობითი დემოკრატიული ქვეყნების გაერთიანება. მედიის შეზღუდვის კანონი ადამიანის უფლებების, რა ვიცი, გადაადგილების შემზღუდავი, შეკრების და გამოხატვის თავისუფლების შემზღუდავი, ყველა ეს კანონი არის არადემოკრატიული. გრანტების რეპრესიული კანონით ფაქტობრივად არალეგიტიმურმა ქართულმა ოცნებამ თავი გამოაცხადა კრიტიკული მედია ორგანიზაციების და სამოქალაქო სექტორის უფროსად და თქვა, რომ მათ აღარ შეეძლებათ მაგალითად ფინანსური მხარდაჭერის მიღება საერთაშორისო ორგანიზაციებიდან არალეგიტიმური ხელისუფლების თანხმობის გარეშე. ეს აქამდე ხდებოდა რუსეთში, მაგრამ დღეს უკვე ხდება საქართველოში და ვიდრე ჯერ კიდევ შეგვიძლია რაღაცის თქმა და გამოხატვა ჩვენი აზრით, აუცილებელი არის, რომ ხელახალი საპარლამენტო არჩევნების გზით განვახორციელოთ ხალხზე ორიენტირებული პოლიტიკური ხასიათის ცვლილება. ჩვენ მანამდეც მოვისმინეთ კრიტიკა იგივე გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით, თუმცა კიდევ უფრო ადრე იყო დონორების შეპირება, რომ ისინი განსაჯაროებდნენ იმ დაფინანსებას, რომელსაც იღებდნენ ჩვენს ქვეყანაში სამოქალაქო სექტორი, რა მიზნით, რა თანხები და ასე შემდეგ, თუმცა ეს პირობა არ შესრულდა. ახლა ცოტა უცნაურია, მათ შორის იმ ქვეყნის წარმომადგენლების განცხადება, რომელსაც თავად აქვთ ასეთი რეგულაციები დაწესებული, სამწუხაროდ დონორები, სამოქალაქო სექტორი და გარე აქტორები დაინტერესებულები არიან, რომ ჩვენს ქვეყანაში იხარჯებოდეს ასეულობით მილიონი დოლარი ყოველგვარი გამჭვირვალობის, ყოველგვარი რეგულაციების გარეშე და ხმარდებოდეს არა ქართულ ხალხს და ქართული ხალხის ინტერესებს, არამედ გამოყენებული იქნეს ქვეყანაში პოლიტიკური მდგომარეობის ასარევად ან სამართავად, რაც რა თქმა უნდა ჩვენთვის არის სრულიად მიუღებელი.